ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობა დატოვა. მღვდელმთავრისთვის აღნიშნული უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ შეკრებილი თანამშრომლები დალოცა. თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. თავის მხრივ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მღვდელმთავარს ტელევიზია ერთსულოვნების დაარსების დღიდან გაწეული უდიდესი ღვაწლისა და ძალისხმევისთვის გულითადი მადლობა გადაუხადეს. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელევიზიის შენობის დატოვების შემდეგ ეზოში მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მოილოცა. მღვდელმთავარმა ჟურნალისტებს ბოლო პროფესიული რჩევაც მისცა. და მეორე სასულიერო პირი. აი თუ სასულიერო პირი გახდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი კაცი ხარ. ასევე ყოველი პროფესიის ადამიანი, ჟურნალისტი იქნება ერთხელ, ეკონომისტი, კაცი უნდა იყოს და მეორე იქნება კარგი პროფესორი. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება 2008 წლის 23 ნოემბერს დაარსდა. დაფუძნებიდან დღემდე მას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობდა. საქართველოს გადამრჩენელი არის ქართული ერის ერთსულოვნება და აი ფაქტიურად ჩვენ რაღაც პატარა წრული ერთი აგური დავდებით იმაში რომ ქართულ ხალხი მიხვდეს რომ ჩვენი გადარჩენა არის ჩვენი ქვეყნის ერთსულოვნებაში. გულწრდებათ და ვის ანდობდით თქვენ პირადად ამ ტელევიზიას? ვინ იქნებოდა კარგი ხელმძღვანელი თქვენი ავაზი? უფალს ვანდობ და უფლისგან გამორჩეულ ადამიანს. სტარტიას რაც დააკვდა ჩემი ფიზიკური თუ მატერიალური რესურსი ტელევიზიის გაჯანსაღებისა და მისი არსებობისათვის აი ვეცდები რომ ავანაზღაურო. მადლობელი ვარ ღმერთის რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მუშაობდი უწყებაში, ისეთ უწყებაში როგორიცაა საპატრიარქოს ტელევიზია და ჩემი საქმიანობის გამსაზღვრელი და შემფასებელი იყო მღვდელმთავარი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე. მადლობა მას ამ საქმიანობისთვის, რაც ჩვენ ტელევიზიაში გასწია. ტელევიზიის ფეხზე დაყენებისთვის, იმ სახის მიცემისთვის, რა სახითაც დღეს ჩვენი ტელევიზია გადის და მაუწყებლობს. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, ეს თითოეული თანამშრომლისთვის ტელევიზია ერთსულოვნების არის ძალიან მძიმე დღეები და მე ვიტყვი რომ ეს არ შეიძლება აღელვების გარეშე ამაზე ისაუბრო, იმიტომ რომ მეუფე პეტრე 8 წლის წინათ მოვიდა ჩვენთან ტელევიზიაში და ამ დღიდან მოყოლებული აბსოლუტურად ყველა ხედავდა მის თავდადებას, მის ღვაწლს, როგორ იბრძოდა, როგორ შეიცვალა ყველაფერი, როგორ იცვლებოდა დღითი დღე ტელევიზია ერთსულოვნების ეთერი იხვეწებოდა, როგორც ტექნიკურად, ასევე პროფესიონალიზმით და ეს ყველაფერი იყო მეუფე პეტრეს დამსახურება. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება ითქვას და ეს არ მგონია რომ მკრეხელობას შეიძლება ჩაითვალოს, ჩვენი ტელევიზია ისევე როგორც იყო ხალხში სიმართლის და სიყვარულის მქადაგებელი და იმედია რომ ასე გაგრძელდება. ეს იყო ის გზა, რომელიც დაიწყო იოანე ღვთისმეტყველმა და ამას მოწმობს სწორედ ჩვენს ტელევიზიის ეზოში აგებული ტაძარიც. მადლობელი ვარ მეუფე პეტრესში, რომ მომცა საშუალება, რომ მის გვერდით მემუშავა და ის აი სასულიერო პირის მიმართ მოწიწება, სიყვარული და ზოგადად სასულიერო ცხოვრებისაკენ სულა მან გაგვიადვილა ჩვენ. მეუფე პეტრეზე მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ხელმძღვანელი, ვერც მოვიაზრებ მეუფეზე, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მარტო დირექტორი, ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ძალიან მალე და სხარტად გაეგოთ შენი ჩანაფიქრი და აუცილებლად გვერდში დაგიდგა
დგებოდა რომ არა მეუფე პეტრე ალბათ მე ვერ გადავიღებდი დოკუმენტურ ფილმს ცარიელია სახლი ერთი მინდა გავიხსენო რომ საინგილოში საპატრიარქოს ტელევიზიიდან რომ ჩახვიდე ოფიციალურად და გადაიღო ეს შემიძლია ჩავთვალო ძალიან დიდ მოვლენად არა მარტო მე არამედ საზოგადოდ იმიტომ რომ იქ ვერ გადახვალ ასე და მით უმეტეს ამ ტელევიზიით და ეს მოახერხა მეუფე პეტრემ რომელიც პირიქით ყველანაირად არათუ მხარში მედგა რომ არ ვიცი რა გადალახა ვთვლი რომ ის სხვანაირად უდგებოდა თითოეულ პროექტს თითოეულ ადამიანს მე ხშირი შეხვედრები არ მქონია მაგრამ მის თანადგომას მის გვერდში დგომას ყოველთვის გრძნობდი და ყველაზე უფრო მეტად მაკვირვებდა მისი უნარი თუ როგორ სწრაფად შეეძლო გაერკვია ხა მე რეჟისორი ვიყავი და ის პროცესები რომელიც მე მჭირდებოდა. ბევრს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ თითოეული ჩვენგანისთვის ეს დღეები არის ძალიან მძიმე და ძალიან ემოციური და მით უმეტეს იმ თანამშრომლებისთვის ალბათ ვინც პირველივე დღეებიდან ვართ ამ ტელევიზიაში და ზუსტად ვიცით ყველა ნაბიჯი თუ რა გაკეთდა მეუფე პეტრეს ხელმძღვანელობის პერიოდში ტელევიზიისთვის და ჩვენთვის ჩვენ ძალიან გვიყვარს მეუფე და დღეს ძალიან დიდი სიყვარულით გავაცილეთ და იმედი გვაქვს ხელმძღვანელი ვინც ჩაიბარებს და გადაიბარებს ტელევიზიის მმართველობას გააგრძელებს ზუსტად იმ კურსს რომელიც 8 წლის განმავლობაში ჰქონდა ერთსოლოვნებას. ძალიან მიჭირს საუბარი, რადგან მეუფე ტელევიზიის თითოეული თანამშრომლისთვის იყო უსაყვარლესი ადამიანი. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ტელევიზიისთვის. მეუფეს მინდა გამძლეობა ვუსურვო და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობა დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ დაიკავა. ბუდონსახურის ენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წარადგინა. დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ ტელეკომპანიის თანამშრომლებთან გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამომწურავად იყო გუშინ სინოდზე მოხდა და სინოდის ოფისში არის ასახული ამომწურავად რომელიც მე გავახმოვანი გუშინ ასე რომ შეგიძლიათ იხილოთ. როდის მიიღო ეს გადაწყვეტილება? ეს იყო გუშინ სინოდის ხდომაზე. გუშინ მამა მიქაელის თაობაზე სინოდზე არა. ეს მოგვიანებით. ეს მხოლოდ ცვლილების თაობაზე იყო ცნობილი რომ შეიცვალა. ის მიხედვით შეერჩა მამა მიქაელი. მე ვერ მოგახსენებთ ეს უწმინდესმა შეარჩია თავისი ღირსებების და დამსახურებების და ბევრი სიკეთის მისი მსახურებიდან გამომდინარე. რომელსაც აღასრულებდა როგორც თავის ასე ვთქვათ საერო ცხოვრებაში, თქვენ იცით რომ ამ სფეროსთან ძალიან ქონდა მჭიდრო კავშირი, ასევე თავის სასულიერო მოღვაწეობის ჟამსაც. ჩემთვისაც ესე მოულოდნელი იყო როგორც თქვენთვის და პატრიარქის ლოცვითა და ღვთისმშეწევნით იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა გეგმით შეხვდით პატრიარქს მამა მიქაელ? დიახ. იმის კუთხით. ჯერჯერობით არაფერს თქმარ შემეძლო, ჯერ უნდა შეხვდეთ ტელევიზიის თანამშრომლებს. მეუფე პეტრეს. დიახ, 2009-ში. მამა მიქაელ და თუ კონდათ მასთან საუბარი იგივე გადაყარა. არა, ამ დღეებში არა. აპირებს შეხვდეთ მეუფე. ჯერ არ ვიცი ვერაფერს არ ვიცი. რასაკუთრებაზე აპირებს საუბარს თანამშრომლებთან რაჩი? ნუ გაცნობიტი ხასიათი ექნება. სამწუხაროებებს გეგმა? არ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ამის შესახებ. მოადგილე შეინარჩუნოს თანამდებობას? არაფერი არ ვიცი, აი ამ წუთს მოვედი და არაფერი არ შემიძლია. დიდი მადლობა. მართლმადიდებელი ეკლესია 10 მარტს მღვდელმოწამე რიგინის ხსენებას აღნიშნავს. წმინდანი მე-4 საუკუნის დამდეგს ბელთიის რეგიონში კეთილმსახურთა ოჯახში დაიბადა. მას კარგი განათლება მიუღია როგორც საერო, ასევე სასულიერო განხრით. კეთილმსახურებისა და განსწავლულობით მალე გაუთქვა სახელი მთელ საბერძნეთის ტერიტორიაზე. კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლისა და რომის სამეფო ტახტზე მისი მემკვიდრეები ავიდნენ. ერთი მათგანი კერძოდ კონსტანტინოპოლის გამგებელი არიანელთა მხარდამჭერი, ხოლო მეორე რომის გამგებელი კი მართლმადიდებელი ყოფილა, რაც გარკვეულ დაძაბულობას ქმნიდა პირველი მსოფლიო
საეკლესიო კრების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის. ამ დაძაბულობიდან გამომდინარე ღირსი რიგინი კუნძულ სკოპელზე იქნა მიძვეული, რათა იქაური მართლმადიდებლებისთვის სულიერი წინამძღოლობა გაეწია. მალევე იგი იკავებს საეპისკოპოსო კათედრას. მოსალოდნელი საეკლესიო განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით რომისა და კონსტანტინოპოლის მმართველობის გადაწყვეტილებით 353 წელს სარდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრება იქნა მოწვეული, სადაც გადმოცემის თანახმად არიანული ერესის წინააღმდეგ პოლემიკაში აქტიურად მონაწილეობდა ეპისკოპოსი რიგინიც. კრების შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა სკოპელოს საეპისკოპოსო კათედრას. იულიანე განდგომილის იმპერატორობის დროს ქრისტიანთა დევნის პერიოდში განდგომილის დავალების სკოპელში ჩადის ელადის მმართველი, რომელიც ღირსი რიგინისგან კატეგორიულად, მაგრამ უშედეგოდ მოითხოვს წარმართობის აღიარებას. კეთილმორწმუნე მღვდელმთავარს მრავალი ტანჯვა განუცდია მტკიცე პოზიციის გამო. 362 წლის 25 თებერვალს მღვდელმთავარი უკანასკნელად წარსდგა ეპარქიის წინაშე. ქრისტეს უარყოფის მოთხოვნაზე ღირსმა რიგინმა დუმილით უპასუხა. განრისხებულ ეპარქს მისი სიკვდილით დასჯა უბრძანებია. სიკვდილით დასჯამდე მღვდელმოწამე მოედანზე გაუყვანიათ, სადაც მრავალი ტანჯვა წამება მიაყენეს. საღამოს კი ქალაქ გარეთ ერთ ადგილას, რომელიც ცნობილი იყო ძველი ხიდის სახელწოდებით, წმინდანისთვის თავი მოუკვეთავთ. ღამით ადგილობრივმა ქრისტიანებმა მისი ნეშტი შორი ახლოს პატარა გორაკზე დაკრძალეს, სადაც მოგვიანებით მისი საწვალეც მოეწყო. შემდგომში წმინდანის ნეშტი კიპროსზე იქნა გადასვენებული. მე-19 საუკუნის მიჯნაზე მისი ნეშტი კვლავ სკოპელოში დაუბრუნებია ვინმე ხარჯი კონსტანტინეს. მღვდელმთავრის პირველ საფლავზე კი დაარსდა მისივე სახელობის მონასტერი. ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უცხოელ პარტნიორებთან ერთად EU4Energy-ს მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გახსნა. ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. თანად აფინანსებასა და განხორციელებაზე კი პასუხისმგებლები ენერგეტიკული გაერთიანებისა და ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოები არიან. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა EU4Energy-ს მმართველობის რეგიონალური ოფისის გახსნას თბილისში, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელების ხარდაჭერას. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში ამ ოფისის გახსნა ჩვენთვის არის ძალიან დიდი პატივი და ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის მოწყობის სტანდარტები, ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენციის მაღალი ხარისხი, განახლებადებისა და ენერგოეფექტურობის წახალისება და მათი პრიორიტეტული მნიშვნელობა აღიარებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებშიც და ამ მხრივ ევროკავშირის რეფორმატული ღონისძიებები მიჩნეულია საუკეთესო პრაქტიკად. ჩვენთვის სასიამოვნო და სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. EU4Energy-ს მმართველობის კომპონენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 6,8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა. ის ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. აუცილებელია ერთიანი ბაზრის შექმნა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის პირობებში განხორციელდება. აბიტურიენტებისათვის დამხმარე აპლიკაციის წარდგინება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა. პროექტის ავტორებმა უწყების ხელმძღვანელსა და მედიის წარმომადგენლებს მობილური პროგრამის დეტალები გააცნეს. მათი განმარტებით აპლიკაციის საშუალებით აბიტურიენტები საგამოცდო პროგრამებს, დამხმარე მასალებს, წინა წლებში გამოყენებული დავალებების ნიმუშებს გაეცნობიან და ტესტირებას გაივლიან. GoNaeg, ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ჩამოტვირთვაც iOS-ისა და Android-ის სისტემებშია შესაძლებელი. ეს არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების იდეა, რომლითაც მოვიდნენ ჩვენთან და თანამშრომლობა შემოგთავაზეს. მე პირადად ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. ჩვენ მოვამარაგეთ მასალებით, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული მასალებით, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს მათ. გარდა იმისა, რომ შეუძლიათ გავარჯიშება ტესტური დავალებების ხილვა და ინფორმაციის მიღება სხვა მასალების სახით, ძალიან მოსახერხებელია ჩვენი აბიტურიენტებისთვის, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ სწორედ ეს ყველაფერი გააკეთონ სახლიდან გაუსვლელად. მე ვარ პროექტის იდეის ავტორი და წამყვანი დეველოპერი. რამდენიმე თვე იმყოფებოდა, ასე ვთქვათ, ტესტირების მდგომარეობაში ეს აპლიკაცია და დღეს არის ლანჩი,
ვამატებთ მუდმივად სიახლეებს, ამ ეტაპზე არის სიახლეების, ანუ ნაესის სიახლეების ინტეგრირების ფაზა. და იმედი გვაქვს, რომ ეს აპლიკაცია დაეხმარება ქართველ მოსწავლეებს, ასე ვთქვათ, გამოცემის უკეთესად ჩაბარებაში და მნიშვნელობას გაუმარტივებს წინასაგამოცდო პროცესს. თბილისში ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ამ გარემოში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემები უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივ საუნივერსიტეტო პროექტებს განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა დაწყებულია ბრიტანეთის ორ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან, ოქსფორდ ბრუქსსა და სტაფორდშაიართან. ბრიტანული სასწავლებლები საქართველოში საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებს სილიკონ ველი თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე განახორციელებენ. ახლად დაფუძნებული უმაღლესი დაწესებულება პირველ კურსელებს მიმდინარე სასწავლო წელს პირველად მიიღებს. ძალიან მოხარული ვარ აქ კოპნის. ამჟამად ბევრი კავშირები ბრიტანეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ მგონია, რომ საგანმანათლებლო კავშირები ყველაზე მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნებისთვის. როგორც ბრიტანეთის ელჩი, მე მსურს კიდევ უფრო გავაპարտოვო ეს მნიშვნელოვანი კავშირები. დღეს ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად გაიხსნა ბრიტანული განათლების სივრცე, რაც გულისხმობს ჩვენ უნივერსიტეტში წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებთან ერთად როგორც განათლების მიღებას, ისე დიპლომის მიღების შესაძლებლობას. აღნიშნულ პროექტს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. რეალურად ეს არის საუკეთესო საშუალება სტუდენტებისთვის ისწავლონ საქართველოში, მიიღონ ბრიტანული განათლება და ბრიტანული დიპლომი იგივე ქვეყნიდან გაუსვან. 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნო. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა. ვიდეო რგოლში უწყების მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები იყო ასახული. ძირითადი აქცენტი იყო სოციალური პროექტების განხორციელებაზე. ეს ჯანდაცვა თქვენ ნახეთ, რომ რეფერალურ პროგრამაზე ძალიან ბევრი იყო საუბარი. ძალიან ბევრი იყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა პროგრამებს თავაზობთ ჩვენ დევნილ მოსახლეობას, უფასო მომსახურებას, ახალი პროექტების დანერგვის ჩამონათვალი იყო. მე ამაზე არ შევჩერდები, რამე თუ ეს ჩვენ საიტებზე დევს და რა თქმა უნდა განათლების სისტემაზე. გალობელ მომღერალთა გუნდმა დიდგორმა რიგით მესამე აუდიო ალბომი გამოუშვა. ანსამბლის წევრებმა სიახლე დაინტერესებულ პირებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გააცნეს. სიმღერა როგორც ცხოვრების წესი. ამ სახელწოდების ალბომში საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სიმღერებია შესული. როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, პროექტი ფონდ ქართული გალობის ხელშეწყობით განხორციელდა. მათი ალბომი იყო ძალიან საინტერესო და არის ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული ის არის ჩემთვის, რომ შექმნის დღიდან ვადებ ამ ანსამბლს ფოლკლორს და ისინი სრული ენთუზიაზმით ფაქტიურად სრულად უანგაროდ ემსახურებიან ქართულ ტრადიციულ სიმღერაგალობას. ეს ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა და ძალიან სასიხარულოა, რომ ესეთი მრავალრიცხოვანი მაყურებელი დაესწრო ჩვენ სამ დღევანდელ ღონისძიებას.